ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატში ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა და 30,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლოს-ანჯელესში გავრცელებულ ხანძარს გამოეხმაურა კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი. მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ჩვენ ტყიდან არ გავსულვართ. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე მოსაოდნელია ძლიერი ქარი. ავედი კანიონზე და უშუალოდ დავინახე არსებული ვითარება. განადგურებულია შენობა-ნაგებობები, თუმცა ამ გამანადგურებელ ხანძარს ბევრი შენობა გადაურჩა. ფაქტია ისიც, რომ ხალხი ჯერ კიდევ არ იყო ევაკუირებული, ჯერ კიდევ არ გაითვალისწინეს გაფრთხილება. ახალხან ჩამოვედი კანიონიდან და მინდა შეგახსენოთ, რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოусმინოთ ევაკუაციის ბრძანებებს. ამერიკის შეერთებული შტატების ამინდის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ეს შეიძლება იყოს კალიფორნიის შტატში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ბოლო 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.